ჩვენ შევეგუეთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი სახელმწიფოს მეთაური ჩამოდის, პრემიერ-მინისტრი, სხვა ცნობილი ხალხი, ცნობილი წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროდან, ბიზნესის, კულტურის, მაგრამ ის კაცი, ვინც დღეს აქ ჩამოვიდა, არის ძალიან განსაკუთრებული. ის არის ბევრად უფრო პოპულარული ვიდრე აბსოლუტური უმეტესობა პრეზიდენტების, თუ ყველა არა მსოფლიოში, მათ შორის იმ ქვეყნებს, სადაც ეს პრეზიდენტები არიან. ის არის ბევრად უფრო საინტერესო ვიდრე უმეტესი ადამიანები, რომელიც აბსოლუტურ უმრავლესობა, რომელიც როდესმე შემხვედრია მე პირადად ცხოვრებაში. და ეს არის ადამიანი, რომელსაც აქვს წარმოუდგენელი გზნობა წარმატების და ასევე ამოცნობის უნარი წარმატების. ის რომ ის არის საქართველოში. ეს არის ჩემთვის ყველაზე უფრო უტყუარი პასპორტი, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მსოფლიო ბანკის დასკვნა, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე სავალუტო ფონდის დასკვნა, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე რომელიმე პოლიტოლოგის ან ანალიტიკური ცენტრის გამოკვლევა. ეს არის ჩემთვის ყველაზე უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველო დგას წარმატების გზას, ადგას თავისი პრობლემებით, თავისი ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ნაწილით მოსახლეობის, რომელიც იმყოფება გაჭირვებაში, თავისი უამრავი სხვა საკითხებით, მაგრამ ეს არის ქვეყანა, ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, თუ არ ჩავთვლით ჩვენ მეზობელს 80 მილიონიან თურქეთს, ერთადერთი ევროპა ერთადერთი ქვეყანა კონტინენტურ ევროპაში, სადაც დონალდ ტრამპი თავის პარტნიორებთან ერთად ანვითარებს თავის კომერციულ და საცხოვრებელ და სასტუმრო ცენტრს. სადაც ტრამპის ყოფნა ქვეყანაში ეს არის პასპორტი. ტრამპის ყოფნა საქართველოში ეს არის პასპორტი ჩვენთვის და ნიშანი საქართველოს შეუქცევადი წარმატების. მე ვფიქრობ, დონალდ ტრამპი თვითონ არის მისი ბიოგრაფია არის ძალიან საინტერესო. მე 90-იან წლების დასაწყისში ვსწავლობდი ნიუ-იორკში, როცა ტრამპი ახალი გამხდარი ვარსკვლავი იყო შედარებით და მე მოვესწარი იმას მის დიდ აღმასვლას და მე მოვესწარი იმას, როდესაც იმის გამო რომ ეს არის ადამიანი, რომელიც მიდის რისკზე, როდესაც მან პრაქტიკულად ყველაფერი დაკარგა. პრაქტიკულად ყველა იმ სიტუაციაში, სადაც ის აღმოჩნდა, ჩამოუშვებდა ხელებს, შეეგუებოდა მარცხს და წავიდოდა სცენიდან. ტრამპი ერთი დღით არ გაჩერებულა, დაბრუნდა, ყველაფერი დაიბრუნდა და ბევრად მეტი ბელს მიაღწია ცხოვრებაში, ვიდრე მანამდე ჰქონდა. ამიტომ ეს არის მართლაც ჩემთვის პირადად მაგალითი, რაც ნიშნავს იმის წყინვალება და წარმატება. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი უმაღლესი საქართველოს ჯილდო, წყინვალების ორდენი, რასაც იშვიათად ვაძლევთ ვინმეს, მით უმეტეს უცხოელებს. მე ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ეს არის მსოფლიო მასშტაბით წარმატების და წყინვალების მართლაც განსაკუთრებული ნიმუში და ამიტომ მისთვის ამ ორდენის გადაცემა ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნება, ისევე როგორც დიდი სიამოვნება მას მივესალმო ჩვენთან საქართველოში. ტრამპი საქართველოში ეს არის ის, რაც უხარია ქართულ ხალხს და რასაც უყურებს მთელი მსოფლიო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. Well, Mr. President, I want to thank you very much. You have had everything to do with us coming to Georgia. You started about 4 years ago when you called and said, you know, you've done a great job all over the world. We want you to come to Georgia. Then you called again when you were at the United Nations. And again, he doesn't stop. He's worse than me, actually. And ultimately, Michael Cohen and our great partner, by the way, we have two great partners, and they're going to do a fantastic job. Correct? Correct? Watch these guys, but they're great, and they're good guys, and they love Georgia, and they respect you. But ultimately, it is about respect, and the respect I have for you. And then I started reading up on Georgia and seeing what's happening, and I see it's one of the safest places in the world. It's one of the great entrepreneurial places in the world. It's doing better than almost anybody. And so much of it, maybe all of it, so much of it is attributable to you, and I just want to thank you. And we flew in, and just coming in and flying over and seeing some of the great structures under construction and leaving the airport and seeing some of the great work that's being done is very exciting.